გამარჯობა, ეთერშია სამედიცინო გადაცემა იმპულსი, მე დიანა საფაროვა, დღეს გადაცემაში ნახავთ. ნერვული სისტემის დაავადებების დიაგნოსტიკა და ქირურგიული მკურნალობა. რა სიმპტომების შემთხვევაში უნდა მიმართოთ ნეიროქირურგს და როდის არის აუცილებელი მათი ჩარევა, აუცილებელი რჩევები და რეკომენდაციები. საკმაოდ დიდია იმ დაავადებათა რიცხვი, რომლებსაც ნეიროქირურგიული მკურნალობა სჭირდება. ჩვენი ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ნეიროქირურგიულ ნოზოლოგიათა ნუსხაში პოტენციურად ნეიროტრაუმები ჭარბობს, ასევე თავის ტვინის სიმსივნეები და სისხლძარღვოვანი დაავადებები მოსდევს. სავალალო გართულებების თავიდან არიდების მიზნით ნებისმიერი ჩივილის დროს პაციენტებს ურჩევთ, რომ დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს. რა შემთხვევაში უნდა მიმართოთ ნეიროქირურგს, ამ თემაზე სასაუბროდ ნეიროქირურგი ლადო ბაზიაშვილი მოვიწვიეთ. გამარჯობა ლადო, დიდი მადლობა რომ ხართ გადაცემის სტუმარი. ლადო, უფრო ცლად და კონკრეტულად რო გითხრათ, რას მოიცავს ნეიროქირურგია? განმარტების დონეზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნეიროქირურგია არის კლინიკური ნევროლოგიის ნაწილი, სადაც ნერვული დაავადებების მკურნალობა ხდება ქირურგიული გზით. თავის ტვინის პათოლოგიები, ზურგის ტვინის პათოლოგიები და პერიფერიული ნერვების პათოლოგიები, რომელიც კონსერვატიული მეთოდით არ განიკურნება, ამ შემთხვევაში ვერებით ჩვენ ნეიროქირურგები. ეს საკმაოდ მოცულობით და დიდი მიმართულება. დიახ. და როდის არის ზოგადად ნეიროქირურგის ჩარევა? ყველაზე მნიშვნელოვანია ეს. ანუ რა გზა უნდა გამოვიაროთ, თუ სწორად გისმევთ ხო ამ შეკითხვას, რომ ბოლოს აი ნეიროქირურგთან მოხვდეთ. ვინაიდან ნეიროქირურგია დიდი დისციპლინაა და ის მოიცავს ქვემემართულებებს, მაგალითად ცალკე რო გავჩერდეთ, შეიძლება ცალ-ცალკე ჩვენებები ვისაუბროთ, რა მიმართულებით როდის არის ჩარევა ნაჩვენები. ქალატვინის ტრავმა, ზოგადად ნეიროტრაუმა საკმაოდ დიდი მიმართულებაა. ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ განმარტების დონეზე ვთქვათ, რომ ვთქვათ, ქალატვინის თავის ნეიროტრაუმაში შედის თავის ტვინის ტრავმა, ქალას ცვლების მოტეხილობები, შედის სპინალური ტრავმა, ზურგის ტვინის ტრავმა, ხერხემლის პათოლოგია და პერიფერიული ნერვული სისტემის ტრავმა. ნებისმიერ ამ სამივე კომპონენტს აქვს თავისი ქირურგიული ჩვენების საკითხები. ასევე არის ნეიროვასკულარული მეორე ძალიან დიდი მიმართულება, ეს არის ნეიროქირურგიის ის ნაწილი, რომელიც შეისწავლის თავის ტვინის სისხლძარღვოვანი პათოლოგიებს, ისეთ პათოლოგიებს, რომელშიც ერთვებიან ნეიროქირურგები მკურნალობის საკითხში. ასევე არის საკმაოდ დიდი მიმართულება ხერხემლის დეგენერაციული დაავადებები, ყველაზე პოპულარული დისკოზია, აქედან სპონდილოზი, სპონდილოარტროზი, დეტალურად შეიძლება. რა თქმა უნდა, ამის ჩაშლა. უბრალოდ ჩამონათვალი რო გავაკეთოთ. ნეიროონკოლოგია ნეიროონკოლოგია ასევე მოიცავს თავის ტვინის სიმსივნეებს, ზურგის ტვინის სიმსივნეებს, პერიფერიული ნერვული ნერვების სიმსივნეებს და ასე შემდეგ. ასევე პოპულარული დიდი მიმართულება არის ნეიროინფექცია. ნეიროინფექციაში შედის ისეთ დაავადებები, როგორიც არის თავის ტვინის აბსცესი, ემპიემა, ენცეფალიტი, სადაც უკვე საკმაოდ გამოხატული კლინიკური ნევროლოგიური სიმპტომატიკის შემთხვევაში ვერთვებით ჩვენ და რა თქმა უნდა ქირურგიული ჩარევას საჭიროებს. ცალკე მიმართულებაა, რომელიც ასევე გამოიყოფა პერიფერიული ნერვების ქირურგია და აბსოლუტურად ცალკე დარგია ფუნქციური ნეიროქირურგია. ფუნქციური ნეიროქირურგიაზე შეიძლება ცალკე გავჩერდეთ და ცალკე ვისაუბროთ. ეს ის მოკლედ ჩამონათვალი. აი შევჩერდეთ მაგაზე და იმიტომ ანუ ხშირ შემთხვევაში იცით თქვენ გამოცდილიც გექნებათ, იმიტომ რომ როდესაც ადამიანმა არ იცის დაავადების შესახებ და ინფორმირებული არ არის, ყოველთვის თანს დევს შიში. აი როდესაც კვალიფიციური ექიმი სპეციალურად მოგვაწვდით ინფორმაციას, იმ თავარ მესიჯებს, რაც ჩვენთვის არის აუცილებელი, და დამეთანხმებით ალბათ, რომ შიში რაღაცნაირად ქრება და პირველი ნაბიჯი იმისა, რომ ადამიანი მოვიდეს ექიმთან, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ მაინც რაღაცნაირად ვდებთ ფეხს ვითრევთ, იმიტომ რომ პირველი არის შიში, იმიტომ რომ რაღაცა არ მეტყიოს. ექიმებიც მასე ვართ. მართლა. მაშინ, ანუ ეს შიში რომ მოგვიხსნათ, რა უნდა გავაკეთოთ ამისთვის? მართალი გითხრათ, რა თქმა უნდა, როდესაც რაღაც ისეთ საქმეს ეკიდები, რომელიც არის მედიცინა და კერძოდ ნეიროქირურგია, შიშის გადალახვა ცოტა რთული იქნება, უნებრივია, მაგრამ ამას სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ, ვინაიდან ექიმთან მეუსვლელობა დაგვიანებას ნიშნავს და შესაბამისად მე შეიძლება ვერ გამოვასწოროთ ის პათოლოგია, რომლის გამოთაც მიმართეთ ექიმს. ამიტომ უნდა გადავლახოთ ყველანაირი შიში და ყოველ შემთხვევაში ჯერ ხო ქირურგიას არავინ არ გვთავაზობს, გავესინჯოთ ექიმს და მოვიკითხოთ თუ რატო გვაქვს ესა თუ ის ჩივილი. კი. ლადო, მეორე საკითხი არის, რაც ყველას აინტერესებს, ვისაც ის ჩამონათვალი, რაც თქვენ თქვით, მაგალითად ნებისმიერი მოდი დავიღოთ თავის ტვინის ტრავმები, ხო?
ოპერაცია არის ძალიან მნიშვნელოვანია. მე ვგულისხმობ იმას, როგორ ხდება პაციენტის მომზადება, რა უნდა იცოდეს პაციენტმა, ანუ უშუალო კავშირი და უშუალო აზრების გაცვლა, თქვენთან მოსულ პაციენტს როგორ უხსნით ამ ყველაფერს, რომ ჭირდება ოპერაცია, არ აქვს მნიშვნელობა რა დაავადება აქვს, იმიტომ რომ ისევ შიშთან მივდივართ და ოპერაცია რომ კარგია, ესე სწორად დაგისვათ ეს შეკითხვა, რომ ადამიანი მოიშორებს. პლასტიკური ქირურგია კარგია, ნამდვილად. ნეიროქირურგია. ნეიროქირურგია რა გითხრათ. გასაგებია თქვენი შეკითხვა. საქმე იმაშია, რომ ნეიროქირურგია როგორც სხვა ქირურგიის დარგები იყოფა урგენტულ, გადაუდებელ შემთხვევებად და გეგმიურ შემთხვევებად. ჩვენ პაციენტთან ძალიან ბევრი საუბარი შეგვიძლია გეგმიური შემთხვევის კუთხით. არის დარგები, რაც ჩამოთვალე ყველა მიმართულებით პაციენტთან თუ ეს გეგმიური შემთხვევით მოვა პაციენტი, ჩვენ დაველაპარაკებით და აუხსნით რისკებს ყველაფერს, მაგრამ არსებობს სამწუხაროდ ისეთი შემთხვევები თქვენ ბრძანეთ ტრავმა. ხალატვინის ტრავმის დროს თუ პაციენტი შემოდის უგონო მდგომარეობაში, თქვათ ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილიდან ცნობიერება არ აქვს ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა ამ რისკებზე ვერ დაველაპარაკებით და ის კვლევები, რომელი კვლევებიც გადაუდებელს გეგმიურ შემთხვევაში ჩვეულებრივად სტანდარტულად შეგვიძლია გავაკეთოთ, აქ ამის დრო არ არის, სასიცოცხლო ჩვენებით შეყავს ხოლმე. ამიტომ აქ ამ შემთხვევაში თავიდან ბოლომდე გააზრება ნეიროქირურგიული პათოლოგიის ქირურგიული ჩვენების შემთხვევაში შეუძლია მხოლოდ გეგმიური კუთხით პაციენტს. გეგმიური, ანუ დროულ ვიზიტზე. მომზადება შეიძლება დროც არის. რა თქმა უნდა, არის გეგმიური შემთხვევები, როცა ტკივილის სინდრომი არის და პაციენტისთვის სასიცოცხლო გართულება არ არის ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში ტკივილის მოთმენა როგორია და ესეც მეტნაკლებად დაჩქარებული წესით უნდა გაკეთდეს. ანუ ძალიან მნიშვნელოვანია მაგალითად რა ზომების გატარება შეგიძლიათ იმ შემთხვევაში, ანუ როდესაც მაგალითად ისევ თავის ტვინის პრობლემებს მინდა რომ ხაზი გაუსვათ, ანუ მე მინდა ვთქვათ ძიმე გამოსავლის თავიდან არიდების მეთოდები რა, ანუ გქონიათ ალბათ ისეთი ფორს მაჟორული სიტუაციაც, ახლა თქვენი პრაქტიკიდან გამომდინარე, არ შეიძლება ესეთი რომ არ გქონოდათ, ხო? ანუ ძალიან პირველ რიგში მობილიზაცია და დრო არის ყველაფერს მქმელი. რა თქმა უნდა, დრო ზოგადად ნეიროქირურგია არის ის მიმართულება, სადაც ნერვული სტრუქტურების ზეწოლა და კომპრესია ვითარდება ხოლმე და ეს იმდენად ფატალურად შეიძლება განვითარდეს, რომ უმძიმეს შემთხვევებში თუ ჩვენ დროულად არ მოვახდენთ ნერვულ სისტემაზე არსებული აგენტის ტრავმა იქნება, ის შექცევა იქნება თუ უამრავი სხვა უცხო სხეული, რომელიც ნერვულ სისტემაზე ზეწოლას იწვევს, თუ ჩვენ ამას დროულად არ დავსვამთ დიაგნოზს, არ აღმოაჩენთ აგენტს, რომელსაც გამოიწვია ნერვული სისტემის დაზიანება, დროულად არ ვიმოქმედებს, რა თქმა უნდა, ნერვული ქსოვილი მოგეხსენებათ ძალიან რთულად აღდგება და პრაქტიკულად არ აღდგება, შესაბამისად უნდა მოხდეს დროული რეაგირება. ანუ პირველ რიგში რაც შეიძლება გამოყვეს არის დრო. დროის ფაქტორი, რომელიც რაც უფრო ჩქარია რეაგირება, მით ნაკლებია გართულებები და უფრო ადვილად ვერევით მძიმე შემთხვევებს, როგორც თქვენ ახსენეთ. და მოდით უფრო ვრცლად რო ვისაუბროთ დიაგნოზი და სიმპტომი ნეიროქირურგიაში. ანუ ხშირ შემთხვევაში ახლა ალბათ კადრებს მეორეჯერ მინდა რომ გაუშვას კადრი რეჟისორმა. ხშირ შემთხვევაში ჩვენთვის არაფრის მთქმელი არ არის, მაგრამ ხდება შემდეგ, როდესაც ექიმი უხსნის ფარულ სიმპტომატიკასაც ფარულ სიმპტომატიკაზე მინდა რომ ვისაუბროთ. რა უნდა იცოდეთ და ხშირ შემთხვევაში ლადო თქვენი ესე ვთქვათ მოსაზრება რა არის, ანუ ხშირ შემთხვევაში, როდესაც პაციენტს უმალავენ მის დიაგნოზს. აი ძალიან მნიშვნელოვანია, ხო, ანუ უნდა იცოდეს თუ არა პაციენტმა, იმიტომ რომ ჩემი აზრით უფრო მარტივი არის ამასთან გამკლავება, როგორ ფიქრობთ? დავიწყოთ ბოლოდან, იმიტომ რომ ეს ყველა მიმართულება სპეციფიური აქვს. თუ ვისაუბრობთ იმაზე, რომ პაციენტმა უნდა იცოდეს თუ არა თავისი დიაგნოზის შესახებ, ეს ძალიან რთული თემაა, ბიოეთიკის ნაწილია, მაგრამ კანონი გავალდებულებს, თუ პაციენტი გონზეა, აცნობიერებს მდგომარეობას და არ არის ფსიქოპათოლოგია, ამ შემთხვევაში პაციენტი ჩვენ ვალდებულები ვართ ინფორმირებული თანხმობა გავაცნოთ. ანუ ის აწერს ხელს, რომ არის საქმის კურსში რა პათოლოგია აქვს. რა თქმა უნდა, აქ ჩვენ ძალიან მაღალფარდოვან სამედიცინო ტერმინოლოგიით მას არ ვაცნობთ, მაგრამ პაციენტს ვეუბნებით ძირითადად არს, რამ გამოიწვია მისი პათოლოგია, რა ქირურგიული ჩარევა ჭირდება და რა შედეგებს ველით. რისკებზე აუცილებლად უნდა იყოს საუბარი და ეს არის უკვე პროტოკოლიზებული წლები ასე კეთდება და პაციენტს თუ გეგმიური შემთხვევა წინასწარაც კი ვატანთ, რომ გაეცნოს დეტალებს. ამიტომ დიაგნოზი და სიმპტომი თქვენ რაც თქვით. და არის ისეთი შემთხვევები, რომელსაც პაციენტი არ აქცევს იოლი თავის ტკივილი ვის არ ქონია
თქვა წამოთქმულები აკაციებას დააბრალა, პახმელიას დააბრალა რაღაცას და დროთა განმავლობაში თუ ამ ქრონიკული სახე მიიღო, აუცილებელი ჩვენება არის, რომ გავაკეთოთ ნეიროვიზუალიზაცია, გამოვიყოთ კონკრეტულად მაგალითად თავის ტვინი, ხო? ხომ შეიძლება თავის ტვინის მაგალითად იყოს ლუმბალური ტკივილი, ცერვიკალური ტკივილი, რადიკულარული ტკივილები, ყველას ყურადღება ჭირდება, იმიტომ რომ არსებობს ისეთი პათოლოგიები, ისეთი ძალიან სწორად დასმული შეკითხვაა, მაგალითად კისრის სეგმენტის დისკოპათიის შემთხვევაში, როდესაც პაციენტი მოდის იშრომა რაღაც ფიზიკური აქტივობა გაკეთა, ან უეცრად გაიღვიძა და აქვს ტკივილი კისრის არეში, გადაცემითი ხელის დაბუჟება, ძალის დაქვეითება, რაღაც მომენტში ეს სიმპტომატიკა შეიძლება გადავიდეს, მაგრამ ხანდახან ტკივილი იმდენად მწვავეა, რომ მიზეზის ვერიფიცირება ხდება და მე ქირურგიული ჩარევა და ძალიან ბედნიერები არიან, იმიტომ რომ შედეგის ლიკვიდაციის შემდეგ ტკივილი ეგრევე ეხსნება. მაგრამ არის ისეთი შემთხვევები, როდესაც თქვათ ტკივილის სინდრომე მალევე გადადის, ან ტკივილი შეიძლება საერთოდ არ იყოს და დროთა განმავლობაში პაციენტს უკვე იქნება ძალა კიდურებში. ანუ ვითარდება კომპრესიული მიელოპათია, ეს ნელა მიმდინარე პროცესია და თანამედროვე ღრუბლობ დინვალიც. თვეობით შეიძლება წლობითაც შეიძლება. აქ გააჩნია ხარისხს, სპინალური სტენოზის და კომპრესიის ხარისხს. მიელოპათიური უბანი რო ჩამოყალიბდება სიტყვაზე, ხო? ეს უკვე ისეთი რაღაცა, რომ პაციენტმა მანამდე ვერ მიაქცია ამას ყურადღება, თანათან იფიქრა, რომ ან სიზაროვანი პათოლოგია, ან ახლა პაციენტი ვერ დასვამს ამ დიაგნოზს, ან დიაბეტური დადის სხვადასხვა ექიმებთან და საერთო ჯამში იმის გამო, რომ თქვა კონკრეტულ იოლ სიმპტომატიკას ყურადღება არ მიაქცია, რაც თქვენ აღნიშნეთ, საბოლოო ჯამში დავაგვიანეთ, მაშინვე ვახსენეთ, რომ დროის ფაქტორი იყო, დავაგვიანეთ და მივიღეთ უკვე იმ საწყის ეტაპი ინვალიდობის. ანუ ისე ოპერაციას მინდა რომ ეს თემა ძალიან კარგად შევისწავლოთ და მთავარი მესეჯები გითხრათ დისკოსთან დაკავშირებით ძალიან ბევრი მოსაზრება არის ეს ყველაზე კარგად თქვენ იცით ანუ ყოველთვის არიდებს პაციენტი თავს ოპერაციას მაგრამ ეს გვინდა რომ გაგვიქარწყოთ მე ახლა რაც ვიცი მე ანუ განმეორებითად შეიძლება იგივე დაგვემართოს მეოთხე ან მეხუთე მალა ხა კონკრეტულად აღარ მახსოვს მაგრამ მაინც ანუ კი პასუხი არის ამაზე იმიტომ არ ვიკეთებ ოპერაციას მირჩევნია ესევია რომ იმიტომ რომ შესამჩნევია ადამიანის ვიზუალიზაცია ჩემზე კარგად იცით და ყველაზე კარგად იცით იმიტომ რომ ძალიან ბევრი პაციენტი ყავთ ამ კუთხით გვირჩევნია რომ ავიტანოთ ნებისმიერი დისკომფორტი, ოღონდ არ გავიკეთოთ ოპერაცია და მხოლოდ ერთი გასამართლებელი საშუალება გვაქვს ის, რომ ვიღაცა მეზობელმა ნათესავმა გაიკეთა ის ოპერაცია და შემდეგ მეორეჯერ და მესამეჯერ კიდევ დასჭირდა. ანუ ეს პასუხი არის იმისი, რომ არ შველის ოპერაცია თუ ჩვენ ვაკეთებთ რამეს არასწორად თუ ბოლოს და ბოლოს რა უნდა გავაკეთოთ. ეს ძალიან კარგად შესწავლის სფერო. არწლეულები ამას სწავლობს მედიცინა, კონკრეტულად სპინალური ქირურგია, რა თქმა უნდა, ეს მწვავე საკითხია, იმიტომ რომ თავის ტკივილია დღევანდელი სპინალური ქირურგიის. შედეგი უნდა გავიდეთ შედეგზე, მაგრამ წარმოიდგინეთ, ახლა ესე დავსვათ საკითხი, პაციენტი მოდის ინვალიდის ეტლით, ვერ დგება, ვერ დადის, ძალიან, თავის საკუთარ თავს ვერ ემსახურება და შესაბამისად იმდენად მაღალი ხარისხისა კომპრესია მაგალითად წელიწ მანქანაშია კლასიკური დისკო ავიღოთ, რომ პაციენტი არის კატასტროფულ დღეში, ნარკოტიკული საშუალება არ უყუჩებს, ბლოკადა არ უყუჩებს, ბლოკადა 5 წუთი შეიძლება გაუყუჩოს. არანაირი კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტი არ უყუჩებს და გეხვეწება მიშველი. იმ შოკულ მდგომარეობაში პაციენტი ვერ აცნობიერებს, ანუ ტკივილ და გადარჩენა უნდა, რომ ბუნებრივი ყველა ჩვენთაგანი ასე ვიქნებით. მაგრამ ოპერაციის მერე 10%-ს ეს არ არის დამალული ეს ღია. სხვადასხვა მონაცემები არის, მაგრამ საშუალოდ 10%-ს აქვს რჩება ტკივილი, მაგრამ რა თქმა უნდა იმუნიტესობის ტკივილი არ რჩება. ეს არის ნარჩენი სიმპტომატიკა, რაც უფრო დიდ ხანს იყო ზეწოლა ნერვზე, მით უფრო შეუქცევადად დაზიანდა ნერვი და შემდეგ ეს ნერვს ახსოვს და დროთა განმავლობაში თავს ახსენებს ხოლმე. მაგრამ ერთი რამე უნდა გახსოვდეს, რომ ნეიროქირურგია ამ შემთხვევაში არის დამხმარე მეთოდი, რომელიც ტკივილის მიზეზის ლიკვიდაციას ახდენს. და შემდეგი ეტაპი პაციენტს არ უნდა დაავიწყდეს, რომ არის რეაბილიტაციის ეტაპი. რეაბილიტაცია არის ისეთივე საჭირო როგორც ოპერაცია, იმიტომ რომ რეაბილიტაციის და წესების არ დაცვა საერთო ჯამში მიგვიყვანს ტკივილის რეციდივამდე. ამიტომ რის თქმა მინდა ის რომ წინასწარი შიში არსებობს, დამერწმუნეთ უფრო მეტი პათოლოგია და უფრო მეტი გართულება შეიძლება მოყვეს, თუ სწორად არის დასმული დიაგნოზი და პაციენტს თუ ნამდვილად ჭირდება. უამრავი პაციენტი მოსულა, რომელსაც ეს მოუთმენია იმავე შიშით, რომ შედეგი არ ქონდა ჩემს მეზობელს, რომელსაც გაიკეთა ეს რაღაცა და ამიტომ ითფინა, თქვა სხვადასხვა წამლებიან, სადაც მივიდა, თქვა რაღაც მეთოდები მანუალისთან, კი მანუალისტებს აბსოლუტურად ჩარსულს ჩვენება, ჩვენ სხვა გზით როცა ეს საჭიროა. მაგრამ იქ როცა არის კრიტიკული ზეწოლა, ნერვი
ნერვის დაზიანებულია და უკვე პარეზი ვითარდება, ამ შემთხვევაში ეს არის წითელი ალმების ნიშანი, ეს არის აბსოლუტური ჩვენება ოპერაციული ჩარევის. თუ ამას ჩვენ არ გავაკეთებთ, ტკივილიც ეხსნებათ ასეთ პაციენტებს, მაგრამ რჩება ინვალიდი, იმიტომ რომ ტემპს ვეღარ იყენებს. ანუ ისევ შეგაწყვეტინებთ ლადო და გაგრძელეთ ჩემზე საუბარი, ანუ ყველაფერი გვირჩევნია მაგ დროს, ანუ იყოს ჩვენთვის ექიმი, მეზობელი ნათესავი და ასე შემდეგ, ოღონდ არ მივიდეთ ექიმთან, ხო? და ექიმზე კვალიფიციურ პასუხს ვერც ერთი ჩვენი, ვერც ახლობელი, ვერც მეზობელი ვერავინ ვერ გაგვცემს. აქედან გამომდინარე, რაზეც უარს ვამბობთ, ანუ შემდეგ თქვენ რაც თქვით, შეიძლება ეს ინვალიდობამდეც მიგვიყვანოს, ხო, ამ ყველაფერმა. სხვანაირადაც დგას საკითხი, აბსოლუტურად სწორად თქვით. ანუ არსებობენ პაციენტები, რომელსაც ჩვენ ურჩევთ კონსერვატიული მკურნალობა, მოდი მოვსინჯოთ კონსერვატიული მკურნალობა, იმიტომ რომ ეს არ არის ერთი ტიპის რას მოიცავს ლადო ეს კონკრეტულად მედიკამენტებს მოიცავს, რომელიც არის ანთების საწინააღმდეგო, მსუბუქი ნეიროპათიული ტკივილის საწინააღმდეგო, არის ფიზიოპროცედურები, სამკურნალო მასაჟი, უამრავი ვარჯიშები სპეციალური, ნებისმიერი სხვა მეთოდი, რომელიც არ გულისხმობს ქირურგიულ ჩარევას. რა თქმა უნდა, ეს პაციენტს მოწონს, მაგრამ არიან თუმცა უმცირესობა ეს პაციენტები ისეთები, რომლებიც იძახიან, რომ მე მალე უნდა ჩავდგენ წყობში, ვიცი რომ ეს საოპერაციო ძალიან რაციონალურად ვიგებიან, თანახა ვიცი რომ ამას მაინც ვერ ავწდები ოპერაციას, ხარჯი მეტი მექნება, არ მაქვს ახლა ამის დროც, მერჩევნია გავიკეთო ოპერაცია. არის ასეთი კატეგორია, ეს რაციონალური მიდგომა, მაგრამ პაციენტი ჩვენ ვალდებული ვართ, რომ პაციენტს პირველ ეტაპზე ჩვენება რა ქირურგიული ჩარევის და შესაძლებელია და არის შანსი კონსერვატიულად მდგომარეობის შემსუბუქების და თქვათ დროში გაწელვის ამ პროცესის, ეს აუცილებლად უნდა მოხდეს. ქირურგიული ჩარევა არის მხოლოდ ჩვენებით და არა ის, რომ ყველა პაციენტი შემოვიდა და გავჭერით. დიაქრის მქონე პაციენტების რახან ამ ნოზოლოგიაზე ვსაუბრობთ, დიაქრის მქონე პაციენტების მხოლოდ 2% საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას. თიაქარი თუ სეკვესტრირებული, ტრანსლიგამენტური, მიგრირებული, გიგანტური თიაქარი აქ არ განიხილება არანაირი ეს ყველაფერი არის ტყუილი. არანაირი манипуляცია მას არ უშველის, ქირურგიული ჩარევა აბსოლუტურად. აი, რამხელა უნდა იყოს მაინც თიაქარი. აი, ეგეც სწორი შეკითხვაა, იმიტომ რომ არსებობს 3 მმ-იანი თიაქარი, რომელსაც ვერ მოარჩენთ, იმიტომ რომ არის ფორამინალური, მაგალითად იქ სადაც ნერვთან თანაც ცხოვრობს და პერმანენტულად აღიზიანებს ნერვს. არსებობს 6 მმ-იანი თიაქარი, რომელიც არის მედიალური და მხოლოდ შემოიფარგლება მაგალითად წელის ტკივილით. ანუ ძალიან სპეციფიური მიმართულება გაჩნია, რომელ დონეზეა თიაქარი, რა ზომა აქვს, სუბლიგამენტურია. თქვათ, იმიტომ რომ ძალიან ბევრია, მაგალითად, ჩემს სამეგობრო წრეში, ან ყველა მეორეს აქვს თიაქარი. 21 საუკუნეში და სწორითი ცხოვრების წესთან გამოვიდა. ვარ, არასწორად ვარ, არ ვაქცევთ ყურადღებას და ძალიან ბევრ რაღაცას არ და ძალიან ბევრი არის. მაგალითად, ანუ 3 მმ ახსენეთ თქვენ. არ უნდა გაიკეთოს მაგალითად პირობითად გიორგიმ ეს ოპერაცია, მაგრამ ნინოს რა შემთხვევაში ესაჭიროება ოპერაცია? ხო, არ არის ეს რთული ამბავი, გამოცდილება როცა გროვდება და გამოცდილებამდე ხო არსებობს, რა თქმა უნდა, უამრავი ლიტერატურა, რომელიც გეუბნება ამ შემთხვევაში. თუ პაციენტს არასწორად შევარჩევთ და პაციენტს, რომელსაც ჭირდებოდა კონსერვატიული მკურნალობა და ჩვენ ჩარევა გავაკეთეთ, ქართულებები მოსალოდნელი იქნება, წინასწარ უნდა ვიცოდეთ, იმიტომ რომ ეს არასწორია. იმიტომ რომ როგორც თქვი, ჩარევის აბსოლუტური ჩვენების შემთხვევაში ქირურგიული ჩარევის შემდეგაც არსებობს ქართულებები, იმიტომ ეს მედიცინა და ახასიათებს. ამიტომ კაცრად უნდა იყოს გამართლებული ქირურგიული ჩარევა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მიკროდისკექტომია ოქროს სტანდარტია დღევანდელ დღეს, რომელიც 2 სანტიმეტრიან განაკვეთს გულისხმობს. მეორე დღეს პაციენტი ფეხზე დგება. მე ვარ ნამყოფი თქვენს ოპერაციას და ვიცი როგორ საკეთებთ. პერიოდს მალევე გადის. ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა, ეგ რაღაც განსაკუთრებული რეჟიმები აქვს, სპეციფიურად ინდივიდუალურად ყველა პაციენტს. მიუხედავად ამისა, ოპერაცია მაინც არავის არ უნდა ხოლმე, მაგრამ ყოველთვის უნდა ვიცოდეთ პაციენტმაც და ექიმმაც, რომ ოპერაცია მხოლოდ ჩვენებით კეთდება. ჩვენებით, კი ბატონო. და არსებობს წინასწარი განწყობა და შიშები, რომ არ ამართლებს. თუ არ გავაკეთებთ მერწმუნეთ, ჩვენების შემთხვევაში უფრო უარეს შედეგს მივიღებთ, ვიდრე თქვათ ჩვენების შემთხვევაში გაკეთება. დიახ. ლადო, ოპერაციის შემდეგ რაზე უნდა თქვას უარი პაციენტმა, რა უნდა იცოდეს პაციენტმა და იგივე მაგალითად ანუ მძიმე არ აწიოს, არ გადაიტვირთოს, სპეციალური ვარჯიშები უნდა გააკეთოს, გაწოლები და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში ეს თითქოს ვიცით ეს ყველაფერი, მაგრამ მაინც არ ვაკეთებ და მე შემდეგ რატომღაც ამ ყველაფერში ექიმია დამნაშავე. მოდით ღიად ვისაუბროთ ყველაფერზე. თუ არ გავაკეთე, შესაბამისად არ მექნება ის შედეგი, რაც უნდა მქონდეს. მარტო ოპერაცია ხო არ მიშვერეს, თუ მეც რაღაცნაირად არ შეუწყო ხელი ერთი სიტყვით. საქმე იმაშია, რომ მკურნალობა იყოფა ორ ნაწილად. დიახ.
ერთი არის ოპერაციის პერიოდი, როცა პაციენტი გაეწერება, მართალი გითხრათ, საზღვარგარეთ ის ნეიროქირურგს არ უბრუნდება, რაც არ უნდა გართულება იყოს. ჩვენთან ეს ჯერჯერობით რეაბილიტაციის სისტემები ჯერ არ არის ბოლომდე დახვეწილი, თუმცა ნელა-ნელა ვითარდება. იმას უკვე რეაბილიტოლოგი იბარებს ამ პაციენტს, რა თქმა უნდა არის სპეციალური ვარჯიშები, ფიზიოპროცედურები და ეს არის გაწერილი. ეს არის გაწერილი. წარმოიდგინეთ, ეხლა თითი რო გავიჭრათ და შეგვიხორცდეს, ის ხომ არ შეხორცდება 15 წუთში. გამორიცხულია, იმიტომ რომ ჩვენ ცოცხალი ორგანიზმი ვართ და ყველაფერს აქვს თავისი პერიოდი. მუცლად ყოფნის პერიოდი 9 თვე ადამიანებში, ანუ რაღაცა ეტაპები გასავლელი. მინიმალური პერიოდი, სადაც პაციენტს სჭირდება აი უკვე ფეხზე დადგომა და გააქტიურება, ეს არის 40 დღე მიღებულია, იმიტომ რომ ხერხემალზე ჩარევის შემდეგ 40 დღეს მერე პაციენტი უკვე სხვა შეიძლება ერთ კვირაში სირბილი დაიწყოს, მაგრამ ეს დარღვევაა, იმიტომ რომ ის ბიომექანიკა ირღვევა და შეიძლება რეციდივი განვითარდეს, ან სხვა რაიმე გართულება, ხერხემლის არანდგრადობა და ასე შემდეგ, ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია ზედმიწევნით ამის დაცვა და რაც შეეხება მერე მაგალითად ლომბალური დისკექტომიის შემთხვევაში 4 თვის მერე პაციენტი აბსოლუტურად ჩვეულებრივ ცხოვრებას უნდა დაუბრუნდეს. არსებობს ეს პერიოდი, რომელიც მოკლდება, არსებობს პერიოდი, რომელიც იწელება, მაგრამ ყველამ გაგებით უნდა მოეკიდოს, რომ აუცილებლად ყველაფერი კარგად იქნება, იმიტომ რომ ის მიზეზი უკვე ლიკვიდირებულია. დავამატებ კიდე ერთ მომენტს, რატო არის ხალხთან უშედეგობა? უშედეგობა პაციენტმა იდეალურად დაიცვა რეჟიმი. ქირურგმა იდეალურად ჩაატარა ოპერაცია, იმიტომ რომ ის დოკუმენტური ვიდეო ჩანაწერებს ვინახავთ ყველაფერი. ხო? მაგრამ რაღაც პერიოდის მერე პაციენტს ტკივდება. ეს შეიძლება იყოს სხვა ახალი თიაქრის მიზეზი, ეს შეიძლება იყოს რა, რომ იმ ადგილას თიაქარი კი აღარ არის, უბრალოდ ჩამოყალიბდა შეხორცებითი პროცესი. ნაწიბური. ეს ნაწიბური რო ხაჩება ნერვს და ზუსტად იგივე სიმპტომატიკას ან მიახლოებით იგივე სიმპტომატიკას. ამიტომ ეს შეიძლება იყოს კიდე, თქვა, ტკივილის რეციდივის მიზეზი. ამ გამოსავალი აქაც არის. რა გამოსავალია? ხო. გამოსავალი აქ არის, რომ არსებობს სპეციალური ფიზიოპროცედურების თელი კასკადი ვარჯიშები, სადაც ნაწიბურის ზემოქმედება ნერვზე იოლდება. რა თქმა უნდა, ნაწიბური ხანდახან იმდენად მასიურია, რომ განმეორებითი ოპერაციაც არის საჭირო. გასაგებია და ლადო, არანაკლებ მნიშვნელოვანი არის თემა ინსულტები, რომელიც საკმაოდ გაახალგაზრდა და გახშირდა და რასთან გვაქვს საქმე თუ მაგალითად პირობითად 10 წლის წინ ვიცოდით რომ რაღაცა განსაზღვრული ასაკი ქონდა ამ ყველაფერს, რა შემთხვევაში ხდებოდა ინსულტი, ეხლა ამაზე პასუხი ყოველ შემთხვევაში არ გვაქვს. ანუ რას ვაშავებთ და რას ვაკეთებთ არასწორად. ზოგადად არის რისკ ფაქტორები შესწავლილი, რომელიც არის თქვათ ჰემორაგიული ინსულტის დროს ცნობილი, რისკ ფაქტორები ისქემიური ინსულტის დროს ცნობილი. რას ვაკეთებთ არასწორად ეს სტანდარტული შეკითხვა და სტანდარტული პასუხი აქვს მავნეჩვევებს, თქვათ იმ თანხმდას დაავადებებს ჭირდება კორეგირება და ეს ცალკე ფონია და დიდი ალბათობით ჩვენ არ ვაქცევთ ხოლმე ამას ყურადღებას, მაგრამ ცხოვრების ჯანსაღი წესი და თქვათ თუნდაც სიმსუქნის სხვადასხვა ხარისხები ეს პირდაპირ პროპორციულია სიზარღვანი სისტემის დაზიანებას. ამიტომ ეს არის ერთ-ერთი ისეთი რისკ ფაქტორებიდან გამოსაყოფი. შაქრიანი დიაბეტი უკვე ძალიან გახშირდა. ნიჭდო ესე იგი არააქტიური ცხოვრების წესი ძალიან გახშირდა. მავნეჩვევები ძალიან გახშირდა და შესაბამისად კომპლექსურად რო შევხედოთ ეს ყველაფერი ურთავს სიზარღვებს. კი, ლადო, ანუ თავის ტვინიდან ჰემატოიდური ანუ მოცილებას გულისხმობ, როდის ხდება ოპერაციული ჩარევა. მეც დავამატებ იმ თემას, რომ სიზარღვოვანი პათოლოგიები ადრე იყო ჩვენ ნეიროქირურგები ადრე ძირითადად ვერთვებოდით მაშინ, როდესაც იყო ანევრიზმა, თავის ტვინის ანევრიზმა, გამსკვარი ანევრიზმის ოპერაციული ჩარევა, მისი კლიპირება, არტერიულ-ვენული მალფორმაცია, კავერნომები და ასე შემდეგ, ანუ ის მიზეზები, რომლებიც იყო სისხლის, ანუ ჰემატომის თავის ტვინში გაჩენის მიზეზები, ამის ლიკვიდაციით ვიყავით დაკავებული და ეს ცალკე დიდი თემა და რა თქმა უნდა, ახლაც გრძელდება. ამას ღია ქირურგიას გულისხმობ. მაგრამ ბოლო დროს უკვე ნეიროქირურგიულ მხარეს საქართველოში ასეა ნეიროინტერვენციონისტები ჩაერთო საქართველოში, მაგალითად ნეიროინტერვენციული манипуляცია შეუძლია ჩაატაროს ზოგად ნეიროქირურგს, რომელსაც აქვს ამის შესაბამისი სერტიფიკატი. საზღვარგარეთ ეს ვიწრო სპეციალობაა, ისინი ღია ქირურგიით არ არიან დაკავებული და მუშაობენ მანტო-ენდოვასკულარული манипуляციებით. ამიტომ ჩვენთვის ეს საქართველოში უკვე ახალი ხილია, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ისემიური ინსულტის კურნალობა დავიწყეთ უკვე რამდენიმე წელი, 5 წელზე მეტია, თითქმის მეტი 8 წლამდე. კურნალობა გულისხმობს თრომბექტომიებს, აი მაგალითად წარმოგიდგენთ, უეცად განვითარდა თავის ტვინში სისხლის მომქცევის მოშლა, არ ვიძახის ის ჩაქცევას. განვითარდა თრომბი, ახალგაზრდებში ვითარდება, როგორც მითხარით და თუ ის მაგისტრალურ სისხლის შუა არტერიაში განვითარდა, განწირულია ეს პაციენტი. აქ არაა საუბარი ინვალიდობაზე, შეიძლება ვერ გადარჩეს.
ამიტომ ასეთ პაციენტებს კონსერვატიულად მკურნალობენ ასპირინით და ასე შემდეგ. დღევანდელ დღეს უკვე ჩაერთო ორი კასკადი მუშაობის. ერთი არის სწორი დროული დასმა და დიაგნოზის ემერჯენსშივე თრომბის აღმოჩენის შემთხვევაში იწყება თრომბოლიზური საშუალება, აქ უკვე ნევროლოგები მუშაობენ ამაზე და თუ რა თქმა უნდა თრომბოლიზური საშუალება თრომბის გახობას და მის გაწოვას ვერ უზრუნველყოფს, ამ შემთხვევაში ვერთებებით ინტერვენციონისტი ნეიროქირურგები და ნეიროინტერვენციონისტები, რომელიც სიზარხში და манипуляციით თრომბის ევაკუაციას ვაკეთებთ. ყველაფერს თავის პატარ-პატარა გართულება აქვს, მაგრამ ეს არის აბსოლუტური ჩვენება თრომბის ევაკუაცია. მაგრამ დაალაგებადია. ჰემატომას. ჰემატომა შეიძლება იყოს ტრავმული, შეიძლება იყოს ინსულტით გამოწვეული. თავის ქალა შეკრული სივრცეა რა და ქალა ზურში ტვინი მდებარეობს და თუ იქ მისი მოცულობა აღემატება 30 მილilitrს, ტვინისთვის არ აქვს მნიშვნელობა, მას რა მიაწვება. ამიტომ აუცილებელი არის ამ ზედმეტი მასის ევაკუაცია ამ შემთხვევაში სისხლის. მას აქვს ძალიან კარგად გაწერილი ჩვენებები, კლინიკური სურათი და ასე შემდეგ. არის შემთხვევები, როცა ძალიან ატროფიულია თავის ტვინი. ის შეიძლება 30 მილilitrს უძლებდეს და კონსერვატიულად დავაკვირდეთ, მაგრამ ეს ძალიან ერთეული შემთხვევებია. მაგრამ ქირურგიული ჩარევა, როცა არის ნაჩვენები, პაციენტი დაიღუპება თუ არ მოვაცილებთ ჰემატომას. გასაგებია. ლადო, ხშირ შემთხვევაში გვეშლება და ეშლებათ. მაგალითად, როცა ძვალსახსროვან სისტემაზე არის საუბარი. ეს არის თქვენი მიმართულება თუ რევმატოლოგის? ანუ ამ დროს უკვე ვიბნევით. ახლა ვიბნევით და პრინციპში გამოსავალთან მივალთ. დიახ. თუ საუბარი არის რეაქტიულ ართროზებთან, ძირითადად თუ საუბარი არის ახლა მას რევმატოლოგები ჩემზე ბევრად კარგად ისაუბრებენ, მსხვილი სახსრების დაავადება, მაგალითად ლენჯბარძაკის სახსრები, მუხლის სახსრები, მხრის სახსრები და ედაყვის სახსრები, ამ შემთხვევაში თუ იქ არის სისტემური პრობლემა, ეს არის რევმატოლოგის მოსარჩენი. მაგრამ ნახეთ რა ხდება თუ რევმატოლოგი ამას ვერ არჩენს, მაგრამ სახსრის დეგენერაციული ცვლილებები და ართროზები იმდენად პროგრესირებს, რომ პაციენტის სახსარი იკეტება, ან ტკივილის სინდრომს იწვევს, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ორთოპედ-ტრავმატოლოგები ერთვებიან და თუ ეს ხერხემალს ეხება, მაშინ ვერთვებით ჩვენ და მინდა გითხრათ, რომ ყველაზე რთული სახსარი მაინც არის ხერხემალი და რატო? 7 მალა კისრის 7 მალა, გუნკერდის 12 მალა, წელის 5 მალა, ყველას აქვს თავისი წყვილი შესახსრებები. მინიმუმ წყვილი შესახსრებები, ეს არის რთული სახსარი, ფასეტური სახსრები და ყველგან მიმდინარეობს დეგენერაციულ ართროზული ცვლილებები. ართროზული ცვლილებები რა არის? სადაც ნერვული სტრუქტურა მოქცეულია ნორმაში. საკმარისია ის ღრუ. დროთა განმავლობაში დეგენერაცია, დისკოზი, კომბინირებულ სტენოზებს იწვევს, ეს უკვე არის დეგენერაციული პროცესი, ავიწროებს ნერვულ სტრუქტურებს და პაციენტი უკვე ვეღარ გადაადგილდება სპინალური სტენოზის გამო. ეწყება ტკივილი, დიფერენცირება ძნელია, გონიათ რომ სიზარღვოვანი პათოლოგია და რეალურად კრიტიკულ დღეში არის ნერვული სისტემა. ასეთ უკიდურეს შემთხვევაში ქირურგიული ჩარევა ხდება დეკომპრესია მოჭყლიტილი კომპრესიული ნერვული სტრუქტურების და შემდეგ მეტალოკონსტრუქციის გამოყენება, რომელიც აბსოლუტურად ცალკე დარგია. და ყველაზე საინტერესო არის თანამედროვე ტექნოლოგიები და მიდგომები, რაც ნებისმიერ ჩვენთაგან საინტერესებს. რთული თემაც არის. ილონ მასკის ეპოქაში ეს მართლა საინტერესო არის. ამჯერად აი სასწაულები შეიძლება ვნახოთ მოახლოეს მომავალში და ნეიროქირურგიაში ეს არის ფუნქციური ნეიროქირურგია ცალკე მიმართულება, რომელშიც შედის ისეთი დაავადება, სადაც კლასიკური ნეიროქირურგია კლასიკური ნევროლოგია ვერ ერევა, ამის ამართებენ ჩვენთან, კლასიკური ზოგადი ნეიროქირურგია ვერ ერევა, ცალკე დარგია, ეს არის ფუნქციური ნეიროქირურგია. ტკივილის სინდრომები, ხო ვისაუბრეთ ტკივილის სინდრომები, სადაც მედიკამენტები არ მუშაობს, სადაც ქირურგიული ჩარევა არ მუშაობს, სადაც ბლოკადები არ მუშაობს, სადაც კლასიკური დეკომპრესიული ოპერაციები არ მუშაობს, ერთვება ფუნქციური ნეიროქირურგიის მიმართულება, რასაც ვქეთ ტკივილის ლიკვიდაცია ცენტრალური ნერვული სისტემის გავყოთ ორ ნაწილად დესტრუქციული манипуляციებით, ელექტროდენით მაგალითად, ან მისი სტიმულაციით. ეს არის ახალი ერა, რა თქმა უნდა, დიდი ხანია ეს დაინერგა, მაგრამ უკვე ძალიან მოიკიდა ფეხი და საბედნიეროდ საქართველოში ეს შესაძლებელია, უკვე ახალი დაწყებულია, მაგრამ უკვე შესაძლებელია. პარკინსონის დაავადება. პარკინსონის დაავადება, რომელიც მედიკამენტურად არ იკურნება არანაირი სხვა მეთოდით და პაციენტების ტრემორი, რიგიდობა ეს კინეზიური მოქმედებების გინახავთ ალბათ ხო? იმდენად შემაწუხებელი ხდება, რომ პაციენტი საკუთარ თავს ვეღარ ემსახურება. დისტონიური პროცესები, ანუ მათი კუნთური სისტემა მათი აღარ არის. ეს არის შემაწუხებელი და შეიძლება საჭმელიც ვერ შეჭამოს. საბედნიეროდ 80% შემთხვევაში აი ამ ფუნქციური ნეიროქირურგიის საშუალებით ტვინის ღრმა სტიმულაცია შესაძლებელი.
ეს კათეტერები არ ჩანს კანქვეში მალება. ყველაფერი სპეციალური ელემენტია, რომელიც ტვინის ამ ნაწილის სტიმულაციას იწვევს და დროთა განმავლობაში ძალიან საგრძნობ ეფექტს ღებულობთ. პაციენტს ხელმოწერად შეუძლია საკვების მიღება საკუთარი თავის მომსახურებაც. რა თქმა უნდა, ყველას ეს ჩვენება არ აქვს. ეს მეორე თქვა პარკინსონის დაავადების შემთხვევაში. ტკივილის სინდრომი ვთქვით, ეპილეფსიის შემთხვევაში არსებობს სტიმულაციის მეთოდები, როდესაც ვერავნაირი მკურნალობა არ შველის და რა თქმა უნდა, თქვენ წარმოიდგინეთ, რადიკალური მეთოდი მაინც არის ლობექტომია, კორძიანი სხეულის გადაკვეთა ამ შემდეგ, მაგრამ არსებობს სტიმულაციის მეთოდები, მაგალითად, სტომილი ნერვის სტიმულაცია, რომელიც ფუნქციური ნეიროქირურგიის მიმართულება და ძალიან კარგად მუშაობს. და გაგიკვირდება და სულ ახალი თემაა დეპრესიული მდგომარეობები. დიდი დეპრესიის დროს, შესაძლოა პაციენტი ფაქტიურად სუიციდამდე მიდის და აბსოლუტურად არ კონტაქტობს არავისთან და ასეთ შემთხვევაში ტვინის ღრმა სტიმულაციას ძალიან კაი შედეგები აქვს. ეგ ნამდვილად არ ვიცოდი. უფრო ვცად ორი სიტყვით უფრო ვცად რო გითხრათ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი შეიძლება არ იყოს ინფორმირებული ამ საკითხთან დაკავშირებით. მაგალითად, რატო ხდება ესე? თქვათ, ყველაზე მარტივად არის პარკინსონის დაავადება, ეს რომ ყველამ ვიცი თვალსაჩინო არას არ უნდა სამედიცინო განათლება, პარკინსონის დაავადების დროს ტვინის ერთ-ერთი სტრუქტურა შავი სუბსტანცია განელება და დოფამინს, ანუ მედიატორს ვერ გამოყოფს იმდენი რაოდენობით, რომ კუნთთა ბალანსი, ტონუსი და ნორმაში ამყოფოს. ამიტომ იწყება ეს ქაოტური, არასწორი მთელი პათოლოგიური მოძრაობების ერთობლიობა. გამოსწორების პირველი ეტაპი ისაა, რომ პათოგენეზის დონეზე, როდესაც მივხვდით, ჩვენ რომ ამას აკლია დოფამინი, დოფამინს ვაძლევთ პაციენტს და რაღაც დონეზე სიტუაცია ლაგდება. მაგრამ ეს დაავადება პროგრესირებს. მაგრამ თუ იმ შემთხვევაში უკვე ჩვენ დოფამინის მაქსიმალური დოზა გამოვიყენეთ, მაგრამ არ არის საკმარისი ეს რომ გამოსწორდეს, შემოიღეს ეს მეთოდი ელექტროდების იმპლანტაცია ტვინის ღრმა სტრუქტურებში. აი სუბთალამურ ბირთვში მაგალითად ეს ძალიან ღრმად ამ პროცედურის ჩატარება იმდენად რთულია რომ მოსამზადებლად მას რამდენიმე საათიან ჭირდება და საკმაოდ ისეთი რთული ტექნიკურად რთული და ცალკე ხო კათეტერები ყალიბდება ლაგდება პატარა ორი ხვრელი კეთდება ეს არის დიდი ჩარევა მაგრამ ღრმა ჩარევა ამ ტვინის მასიური დაზიანება არ ხდება ხდება კონკრეტული ერთი მიმართულების არჩევა სტერეოტაქსიული გათვლით სპეციალური დრო ჭირდება ამას, სადაც ჩვენ უნდა ამოვირჩიოთ სამიზნე ორგანო, ტვინის სამიზნე სტრუქტურა, მაგალითად სუბთალამური ბირთვი და იდეალურად უნდა მოხდეს შიგნით მილიმეტრის კონტროლით, ეს სპეციალური ტექნოლოგია, ტვინის ამ ღრმა სტრუქტურებში ამ ელექტროდების იმპლანტაცია და შემდეგ სწორი ელექტროდენის შერჩევა პაციენტი გონზე ამ დროს და თავისუფლად შეგვიძლიათ ხელი მოვაწერიოთ და პაციენტი რომელიც აი გაუღმართებული ტრემორი აქვს, უკონტროლო ტრემორი, თქვენ თვითონ ხედავთ, ექიმი თვითონ ამჩნევს და უკვე ჩვეულებრივად აწერს დღეს. შეიძლება იდეალურად არა, მაგრამ ეს ბევრად უკვე უკეთესია ვიდრე ვთქვათ მანამდე არსებული მდგომარეობა. ეს დეტალურად ასე შემიძლია. ლადო აუცილებლად უნდა დიახ, აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ეს ყველაფერი და მოვალთ გადავიღებთ, რომ ეს თვალსაჩინოება აუცილებლად უნდა გადავიღოთ. კიდე თანამედროვე ნეიროქირურგიის ნაწილზე გეტყოდით ერთ მომენტს, რომ საქართველოში დაინერგა გამადანა ანუ გამანაიფი ეგრეთ წოდებული, ეს არის გამოსხივება, რომელიც უნიკალური საშუალებაა. ეს დიდი ხანი არსებობს, მაგრამ სულ საქართველოს სოფლიოში არის 400-მდე. საქართველოში და მთელ ამიერკავკასიაში მსგავსი რამ არ არის. გამადანა რას ნიშნავს? ეს არის სპეციალური გამოსხივება, რომელიც კონკრეტულად ასხივებს დაზიანებულ უბანს თავის ტვინში და არ ეხება ჯანსაღ ქსოვილებს. პაციენტი წევს არის გონზე, უძრავად შეიძლება 15 წუთი გაგრძელდეს და შეიძლება თქვა რამდენიმე საათი. ან რამდენიმე პროცედურა ჩატარდეს. აი წარმოიდგინეთ ახლა ვაშლი რო ავიღოთ, ვაშში რამდენიმე კურკაა ხო მის და ერთ-ერთი თქვა მეოთხე კურკა ვიცით რომ დაზიანებულია. ეს აპარატი ისე იდეალურად დაასხივებს ამ კურკას იმ კონკრეტულს, რომელიც დაზიანებულია, ის გაქრება ისე რომ ვაშლი შეგიძლიათ ჩაკბიჩო და შეჭამოთ გემებით. ეს გარანტია ისე რა თქმა უნდა, კი. რომ გასაგები რო იყოს და ეს არის ძალიან მაგარი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოსთვის ამ კუთხით. ძალიან კარგი. ლადო, და ბოლოს, რაზეც ვისაუბრეთ, დასკვნა და თქვენი რჩევა რა იქნება, როგორ უნდა მოვიქცეთ, როგორ უნდა ვიცხოვროთ ზოგადად, ვისაც აი ეს ტვირთი და სხვადასხვა დაავადებები ჩამოთვალეთ, იმიტომ რომ ნეიროქირურგია ძალიან დიდი თემა იყო, მაგრამ თავარი მესიჯები თქვენ მოგვაწოდეთ, ანუ დასკვნა რა იქნება თქვენი და რჩევა. დასკვნა იქნება ის, რაც შუაში ვთქვით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია მნიშვნელოვან სიმპტომატიკას მივაქციოთ ყურადღება და დროულად მიმართოთ ექიმს.
მე ასევე ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ როცა დავწმუნდებით, რომ მნიშვნელოვანი პათოლოგიის გამომწვევი უკვე ლიკვიდირებულია, გაგებით უნდა მოვეკიდოთ იმას, რომ რაღაცა პერიოდი მას სჭირდება რეაბილიტაცია. რა თქმა უნდა. საკუთარი თავის მოვლა და ამ წესების დაცვა. როცა ნდობა ზროული მიმართვა ექიმთან და შემდეგ წესების შესრულება ერთად იქნება თავმოყრილი, შედეგი იქნება იდეალური. ძალიან დიდი მადლობა ლადო საინტერესო საუბრისთვის. მე წარმატებულ დღეს გისურვებთ. შეგახსენებთ იმპულსის შეკითხვებს ნეიროქირურგი ლადო ბაზიაშვილი პასუხობდა. ამით კი ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახლოვდა. მე ჯანმრთელობას გისურვებთ და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.